სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის შეტაკება მოხდა საქართველოსთან ახლოს ყაზახის რაიონის სასაზღვრო ზოლსა და სოფელ აშაქთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 5 აზერბაიჯანელი და 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სამხრეთ კავკასიაში ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფონზე სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსული ენის შესახებ სკანდალური კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი კანონი რუსებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში რუსული ენის სახელმწიფო ენასთან გათანაბრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღებას ხმაურის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დროშა და იულია წიმოშენკოს პლაკატი გამოფინეს. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად უმაღლესმა რადამ რუსული ენის შესახებ სკანდალური კანონპროექტი პირველივე მოსმენით მიიღო. ამ კანონს 234-მა მოღალატე მისცა ხმა. ახალ პარლამენტში ასეთი ადამიანები აღარ იქნებიან და მეორე მოსმენით მსგავს კანონს აღარ მიგაღებინებთ. ეს კანონი რუსულს უკრაინის მეორე ენად აცხადებს და ეს არ მოხდება. ეს ბრძოლა ვერ მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ ამ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ. მადლობა ყურადღებისთვის. კანონი, რომელსაც ოპოზიცია განხეთქილების ვაშლს უწოდებს, რუსული ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც ოპოზიციის მტკიცებით რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ნიშნავს. დილიდან პარლამენტის შენობას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა, რადგანაც კენჭისყრის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან კანონპროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგი მიმდინარეობდა. სულელიც კი მიხვდება, რომ თუ ენას წაგვართმევენ, ქვეყანა არსებობას შეწყვეტს. რუსული ენა დომინანტი ხდება, რაც უკრაინული ენის დასასრულს ნიშნავს. უკრაინული რომ დღეს ოცხალია, დასავლეთ უკრაინას უნდა ვუმატებდეთ. იანუკოვიჩის მხარდამჭერებს შორის ძირითადად უკრაინის რუსულენოვანი რეგიონების წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ერთად ძალიან კარგად ვცხოვრობთ, ერთმანეთის კარგად გვესმის, ერთმანეთს ვესაუბრებით. ჩვენი შვილები ერთმანეთზე ქორწინდებიან, ბავშვები ერთსა და იმავე სკოლაში დადიან. სირცხვილია ამ შეძახილებით შეხვდნენ კანონის მოწინააღმდეგეები რაძის გადაწყვეტილებას. ცოტა ხანში კი სიტუაცია უმართავი გახდა. ოპოზიციის მხარდამჭერთა მეორე ჯგუფი კი პარლამენტიდან ევრო 2012-ის ფანზონისკენ გაემართა, თუმცა პოლიციელებმა თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცეს. 24 მაისს რუსული ენის შესახებ კანონპროექტის განხილვა უმაღლეს რადაში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც კენჭისყრა ვერ შედგა. ფრანგმა ფილოსოფოსმა გაეროში რუსეთის ელჩს იდიოტი უწოდა. ტელეკომპანია BFM TV-ს ეთერში ბერნად ჰენრი ლევიმ ვიტალი ჩურკინი გააკრიტიკა და რუსეთის სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ფილოსოფოსის განცხადებით რუსეთის სამშვიდობო გეგმას აფერხებს. ზოგიერთი ადამიანი ნამდვილი იდიოტია. ახლახან წავიკითხე სააგენტო როიტერით გავრცელებული ინფორმაცია. რუსეთის ელჩი გაეროში აცხადებს, რომ მალე ცნობილი გახდება თუ ვინ აწვდის იარაღს სირიის მიამბოხე არმიას. იდიოტი და გონება შეზღუდულია. ყოველთვის კონსპირაციის იდეები აწუხებთ. დასავლეთის ზეწოლას სირია ქვეყნიდან დიპლომატების გაძევებით პასუხობს. ოფიციალური დამასკოს გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება მოუწევს. ასადის ოპოზიცია გაეროს სამშვიდობო გეგმის შესრულების ვალდებულებას იხსნის და რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებაზე გადადის. სირიელი მეამბოხეები ბაშარ ასადის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. სამხედრო მომზადებას აჯანყებულები თურქეთის საზღვრის სიახლოვეს გადიან. მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ ასადის ჩამოსაგდებად ბრძოლას არ შეწყვეტენ. სირიის განმათავისუფლებელი არმია გაეროს სამშვიდობო გეგმიდან გამოდის და ბრძოლის ახალ ტაქტიკაზე გადადის. რეპრესიების, ხალხის ხოცვისა და მასობრივი დაკავების გამო უნივერსიტეტი მივატოვებ. აქ განმათავისუფლებელ არმიას შევუერთდი. სამწლიან სამედიცინო გამოცდილებას დაჭირლების დასახმარებლად ვიყენებ. სანამ რეგულარულ არმიას მივატოვებდი, უფროსი სერჟანტი ვიყავი, ქვეყნის დაცვა მინდოდა, მაგრამ ტირანიისა და ასადის ბანდების თარეშის გამო წამოვედი და ახლა აქ ვარ. ოფიციალური დამასკოს მტკიცებით მეამბოხეებს იარაღით დასავლეთი ამარაგებს. ბაშარ ასადის მთავრობამ დღეს ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. დამასკოს შავსიაში 17 ქვეყანა შევიდა. ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯია. ძალიან ვნანობთ, რომ ეს ზომები მივიღეთ, მაგრამ დიდი ხანი ველოდებოდით დამოკიდებულებისა და პოლიტიკის შეცვლას. გვინდოდა კოფი ანანის გეგმის განხორციელება, მაგრამ რაც მოხდა, ეს სირიის ბრალი არ არის. ზოგს მისიის წარმატებით მუშაობა არ სურს. არ უნდათ სტაბილურობა სირიაში. სამოქალაქო ომში ჩართული ქვეყანა 27000 ადამიანმა დატოვა.
მარტო ამ კვირაში სირია, თურქეთის საზღვარი 2700-ზე მეტმა დევნილმა გადაკვეთა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შუა აზიის ქვეყნებთან შეთანხმებას მიაღწია ავღანეთიდან სამხედრო ტვირთებს ნატო ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის გავლით გადაზიდავს. ალიანსის სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას პაკისტანის გავლით ახორციელებდა, თუმცა 2011 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ისლამაბადმა ნატოს ტვირთებს საზღვარი ჩაუკეთა. ამერიკელი სამხედროების არასწორ ავიაიერიშს 24 პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ნატო ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანას 2014 წელს დაასრულებს.